გამარჯობა. სკროლვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ვეძებ. სკროლვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ვეძებ. აი Facebook-ის სტატუსებს რომ დასდევენ. ეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობა. მერვე სართულზე ოფიციალურად დეტექტივების სამმართველო მუშაობს. კრიმინალთა ბრძოლის გარდა უკვე ერთი თვეა. აქ დასაქმებულებს ახალი საქმე დაუმატეს. Facebook-ის სკროლვა. ახლა პოლიციის დეტექტივები სოციალურ ქსელში კედელ დადიან იმის აღსაწერად, ვინ აგინა და ვინ დაუძახა რუსეთის მონა ქართული ოცნების წევრებს. მონას დამოღალატეს სამ სიტყვებს რო პოულობთ, აი სკრინავთ ხოლმე ფოტოს უღებთ, თუ აი მტკიცებულებებს როგორ აგროვებთ. აი წევლას რო პოულობთ Facebook-ზე ან მონას დამოღალატეს, ფოტოს უღებთ ხოლმე, თუ სკრინავთ. შეიძლება მითხრათ, თქვენ არა ხართ სკროლავთა დეპარტამენტში? თქვენ არ ეძებთ Facebook-ზე სტატუსებს? სკროლავთა დეპარტამენტში არ ხართ? არა, პატარა. მე საქმიანად მოდიხართ, უნდა კითხოთ, ერთი წამი არ წახვიდეთ. პოსტის ქვეშ რომ კომენტარები იწერება და იქაც რო იწყევლებიან, იმასაც ამოწმებთ. მტკიცებულებებს როგორ აგროვებთ? წყევლა ხო იცით რომ არ შეიძლება ქრისტიანულად არ არის აკრძალული წყევლა როგორ შეიძლება ადამიანის ხო და მტკიცებულებად როგორ დებთ ხოლმე ამას საქმეში? სკრინავთ, ფოტოს უღებთ? ამას მე მოგახსენებთ ყველაფერს ახლა. ცოტა მეჩქარება და რომ მოვალ გამელოდე და გეტყვით. თებერვალში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ორი ცვლილება შევიდა. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება ისჯება ჯარიმით 4,000 ლარამდე ან პატიმრობით 45 დღემდე. ამიტომ ახლა პოლიცია სოციალურ ქსელში მომხმარებლებს და იმ პოსტებს ეძებს, რომელიც შეიძლება ოცნების წევრებმა შეურაცხყოფა დაღიქვეს. პოსტის ქვეშ რო კომენტარები იწერება, მაგასაც ამოწმებთ ხოლმე? რეაქციებსაც აკვირდებით? ეგეც დასჯადი იქნება, მაგალითად წყევლა რომ დავალა იქო, შეიძლება მეც დამიჭიროთ? თქვენ ვერ მოხვდით სკროლავთა დეპარტამენტში? ვერ მოხვდით თქვენ? აი რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილო, რომ სკროლავთა დეპარტამენტში მოხვდე? არ იცით ბატონებო? თქვენ წყევლას ეძებთ თუ გინებას? რა კრიტერიუმით არჩევენ სკროლავთა ჯგუფში ხალხს? აი რას მოგდებთ? რას მოგდებთ? რავი ხალხს იჭერთ Facebook სტატუსების გამო და მე კითხვის დასმის უფლება არა მაქვს? თქვენ არა ხართ ბატონო სკროლავთა ჯგუფში? თქვენ არ ეძებთ Facebook სტატუსებს? ვის ხომავეძებ? რა ვიცი, Facebook სტატუსებს ეძებენ და მერე სასამართლოში უჩივიან ადამიანებს და თქვენ არ ხართ ამ დაჯგუფებაში? სოციალური ქსელით არ ვარ დაკავებული. ბატონო? მე სოციალური ქსელით არ ვარ დაკავებული. დარწმუნებული ხართ? დეტექტივი ხართ თქვენც? არ არის თქვენი სახელმწიფო. მე არ ვარ დაკავებული სოციალურ ქსელით. გასაგებად გითხარი? მაგრამ სხვა რაღაცას გეკითხები. ხო, და რა გუშინ ტელევიზორს უყურეთ? არა, არ მეყოლი. იცით რამდენი პროცესი იყო საქალაქო სასამართლოში? მთელი დღე სასამართლო მაგის არის რომ სასამართლოები უნდა ჩატარდეს. ხო მეთანხმები. მაგრამ Facebook სტატუსის გამო. ხო, არ ვიცი ახლა Facebook-ს მე ვაფშე არ ვხმარობ. და რამდენჯერ უნდა გითხრა ერთი და იგი. სკროლავთა დეპარტამენტში არ ხართ თქვენ? არა. სკროლავთა დეპარტამენტში. ხო, Facebook-ის სტატუსებს რო ეძებენ. წყევლაც დასჯადი ხდება? არ ვიცი. ხომ არ იცით როდიდან ხდება წყევლა დასჯადი? აი რომელი სიტყვების გამოყენება იკრძალება? ხომ არ გაქვთ ინფორმაცია წყევლა დასჯადი როდიდან ხდება? პატიმრობა იქნება წყევლაზეც? ბატონო, პატიმრობა იქნება წყევლაზეც? სოციალურ ქსელში ქართული ოცნების კრიტიკისთვის უკვე ყავს პირველი რეპრესირებულები. ძირითადად მოქალაქეები დაჯარიმდნენ იმის გამო, რომ ოცნების წევრებს რუსეთის მონა და სამშობლოს გამყიდველი უწოდეს. ვინ ეძებს Facebook-ზე ივანიშვილის პარტიის სალანძღავ სიტყვებს? შაბათის ეთერმა სიტყვების მადევართა დანაყოფის წევრების იდენტიფიცირება მოახერხა. ერთ-ერთი ირაკლი კალანდიაა. ირაკლი კალანდიასთან მინდა დაკავშირება. წესით დეტექტივების განყოფილებაში მუშაობს, მაგრამ ახლა სკროლავის ფუნქცია აქვს, როგორც ხვდებით, საჩივრებს ეს ბატონი წერს და სასამართლოში აკრძალვის.
ბოლო დღეებში საქალაქო სასამართლოში შესული ადმინისტრაციული საქმეები აჩვენებს, რომ ყველაზე აქტიურად მუშაობენ დეტექტივები ირაკლი კალანდია და შალვა ბურჯალიანი. ისინი ვირტუალური არქეოლოგიით არიან დაკავებული ალეკო ელისაშვილის, ეკა მიშველაძის, ვახო სანაიას, თამარ ჩერგოლეიშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გიორგი თუმასიანის Facebook გვერდებზე. ირაკლი კალანდიას ვეძებ. კალანდიას ეძებთ? დიახ. ვინ კითხულობს გენცა? ტევაპირველი ჟურნალისტი ნატა ქაჯაია. ეს ბატონი სკროლვის დეპარტამენტშიც მუშაობს, ხო შეთავსებით? არ ვიცი არის თუ არა ადგილზე, აბა ვნახავ და ავრეგეში გადავალ და ეს 5 წუთში დაარგეთ. დეტექტივების სამმართველოს ოპერატორმა ირაკლი კალანდიას მოსაძებნად 10 წუთი ითხოვა. რა თქმა უნდა, ჩვენ მასთან ხელმეორედ ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ დარეკვა შეუძლებელი გახდა. თქვენ ბრძანდებით ოფიცერის სკროლვის საკითხებში, ხო? დეტექტივი შალვა ბრძანდა. ეს უკვე შალვა ბურჯალიანია, დეტექტივი, რომელიც კრიმინალს უნდა ებრძოდეს, თუმცა სოციალურ ქსელებში კედელ-კედელ ქართული ოცნების სალანძღავ განცხადებებს ეძებს. დავურეკეთ, მოგვისმინა, მაგრამ მისი ახალი საქმის შესახებ საუბარი აღარ ისურვა. თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობთ, ხო? დეტექტივი ბრძანდებით, როგორც ვიცი. დიახ. ბატონო მურმან, თქვენ სკროლავთ ხოლმე აქტივისტების Facebook გვერდებს, როგორც გავარკვიეთ. ჟურნალისტი გაწუხებთ ტევაპირველიდან. გვარი? ქაჯაია. ნატა სკროლავთ ქაჯაია. განყოფილებაში დიდი ხანია მუშაობ. გეკითხებით და ბატონო მურმან. დეტექტივები, რომლებიც სიტყვების პოლიციის დანაყოფად აქციას ეძებენ პოსტებს. თუ ვინ უწოდა ოცნების წევრებს მონა, სამშობლოს გამყიდველი, ვინ დაწყევლა და ვინ აგინა. შემდეგ უქმებს წერენ და აგზავნიან ჯერ უფროსთან, შემდეგ სასამართლოში. თავად საჯაროდ არჩნდებიან. მურმან წოწკოლაური ამ დანაყოფის ერთ-ერთი წევრია. ის გვიანოსებს, რომ შემდეგი ჩვენ ვიქნებით. სკროლავთ განყოფილებაში დიდი ხანია მუშაობთ? ქალბატონო ნატა, მე თქვენ გეკითხებით, ხო შემეკითხეთ. დიახ. შემეკითხეთ, ხო? ეხლა მე თქვენ გეკითხებით. დაასრულეთ საუბარი? არა, კიდე კი მაქვს კითხვები, მხოლოდ მონა და მოღალატეს ეძებთ ხოლმე თუ წყევლასაც? ბატონო მურმან. დუმილის უფლებას იყენებთ ბატონო მურმან? დუმილის უფლებას იყენებთ? ახლა ჩემი Facebook-ი უნდა დასკროლოთ? თუ საჭირო იქნება კი ბატონო. ისა თქვენ რატომ არ მიხვედით სასამართლოში ბატონო მურმან? ვის სასამართლოში იყო? ოქმის შემდგენელი ბრძანდებით თუ არა? გეკითხებით, ვის ვიზია საუბარი? არა, ხართ მიშა მშულდაძის ოქმის შემდგენელი? კარგი ბრძანდებოდეთ რა. ტევაპირველი ჟურნალისტის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებული ეს ვიდეო შინაგან საქმეთა სამინისტროს, აი ამ შენობაში, დიღმის სამმართველოში ნახეს. დაასურათეს და საქმის მასალებში ჩადეს. რეჟიმს ჟურნალისტის განსასჯელის სკამზე დასმა იმდენად ეჩქარებოდა, რომ შეცდომები დაუშვა. ვიკა ბუკიას საქმეზე. ოქმის შემდგენელად დოკუმენტებში მეხუთე სამმართველოს დეტექტივი გიორგი აბესაძეა მითითებული. მან 10 ივნისს დაათვალიერა ეგრეთ წოდებული სამართალდარღვევა, ანუ მარიამ ლაშხზე დაწერილი Facebook პოსტი. შემდეგ პარლამენტის გვერდზე აღმოაჩინა, რომ მარიამ ლაშხი პოლიტიკური ფიგურა ყოფილა და შეეძლო საქმის წარმოება დაეწყო. მაგრამ ბუკიასთვის გადაგზავნილი დოკუმენტებით დგინდება, რომ გიორგი აბესაძეს ჟურნალისტის გვერდი არ დაუთვალიერებია. ის ტყუილს წერს. ვიკა ბუკიას სტატუსის ფოტოს ასლი დავით ლეჟავამ გააკეთა და ეს საქმის მასალებშიც კარგად ჩანს. ვინ არის დავით ლეჟავა? იდენტური ფოტოთი Facebook-ზე ნამდვილად იცებნება მომხმარებელი. ლეჟავას გვერდზე ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ სახეს პოულობთ. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მარიამ კერესელიძეა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები ადასტურებს, რომ ლეჟავა და კერესელიძე ცოლ-ქმარი არიან. თქვენ ხართ უშუალოდ ოფიცერი, რომელიც სკროლავს და ეძებს ამ სტატუსებს, თუ კობახიძემ მოგცათ ლინკები? არა, კონკრეტულად ოქმები შედგენილია სხვადასხვა თანამშრომლების მხრიდან, რომელიც მუშაობდნენ ამ საკითხებზე. მარიამ კერესელიძე გვარწმუნებს, რომ საქმის მასალებს თავად არ ამზადებს. არამედ უკვე მომზადებული მტკიცებულებები მიაქვს სასამართლოში.
თუმცა ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს. სავარაუდოდ კერესელიძე მისი მეუღლის დავით ლეჟავას სახელზე რეგისტრირებული Facebook-ით ახორციელებს ოპერატიულ საქმიანობას. მტკიცებულებების შეგროვების დროს კი გაუთვალისწინებელი შეცდომა დაუშვა, რაც ადასტურებს, რომ ვიკა ბუკიას საქმის მასალები გაყალბებულია. ანუ ჟურნალისტის გვერდი გიორგი აბესაძეს არ დაუთვალიერებია. ის რომ მარიამ კერესელიძე მართლაც დავით ლეჟავას მეუღლია, გვიდასტურებენ ოჯახის წევრები. თქვენი შვილია, ხო? მარიამის მეუღლე. კი, რასთან დაკავშირებით და ერთ-ერთ საქმეზე მინდა გავესაუბრო, აი Facebook პოსტების თემა. და თუ არ არის წესით ვიკა ბუკიას სახელზე გამოწერილი ოქმი ანულირებას ექვემდებარება. რადგან ან ოქმის შემდგენელი იტყუება, ან თავად იურიდიული დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარიამ კერესელიძეს ჩვენ ერთხელ პროცესის დღეს შევხვდით. ამ დღეს მან პირდაპირ თქვა, რომ მტკიცებულებების შეგროვებასთან კავშირი არ აქვს. კონკრეტული თანამშრომლების მიერ იქნა გამოვლენილი სამართალდარღვევები, უშუალოდ მე გახლავართ შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი. შაბათის ეთერს კერესელიძემ უთხრა, რომ პოსტების კვლევა ძიება 6 ივნისიდან დაიწყეს, როცა ქართული ოცნებიდან პოლიციაში საჩივრები შევიდა. ახლა გელაძის უწყების წარმომადგენელი გვიხსნის, რა შემთხვევაში გაპატიებენ გამოქვეყნებულ სტატუსს. კანონი ითვალისწინებს, როგორც სამართალდარღვევის საქმეზე პასუხისმგებლობის შემამსუბუქელს, ასევე დამამძიმებელ გარემოებებს. ამ შემთხვევაში თუნდაც არის ის, რომ აღიარება, მონანიება და ასე შემდეგ, რაც სასამართლოს წინაშე უნდა იქნეს გაცხადებული და სასამართლოს დომაზე კი ბატონო. არა, რა თქმა უნდა, სასამართლოს დომის მიმდინარეობის დროს. ამასთან დამამძიმებელი არის განმეორებითობა და ასე შემდეგ. ცენზურა ახლა დაიწყო. თუმცა ქართულ ოცნებას უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს. გასულ კვირას გია ვოლსკიმ თქვა, რომ მარტო გინება და სიტყვა მონას დაძახება არ ექვემდებარება დასჯას. 6 ივნისს პარლამენტში ოცნების წევრმა წყევლას ფსიქოლოგიური ტერორის კვალიფიკაცია მიანიჭა და განაცხადა, რომ წყევლაც იგივე წესით უნდა დაისაჯოს. წყევლა, გინება, სხვადასხვა შეურაცხყოფელი სიტყვის გამოყენება იქნება ეს საიდანაც გინდა, ეს არის ორი მთავარ მიზანს ემსახურება. ერთი არის, რომ ეს ტერორი განხორციელდეს ინტენსიურად, მუდმივად და მეორე არის, რომ შეიქმნას არასწორი ტრენდი თითქოს და ეს ხორციელდება აღშფოთებული ხალხის მხრიდან, რომლებიც წინააღმდეგებიან საქართველოს პოლიტიკის რუსულ ორბიტაზე გადასვლას. ამის შემდეგ ჩვენ უკვე ქართული ოცნების წევრებს ვკითხეთ, როგორ აპირებენ წყევლის კრიმინალიზაციას. რა ხდება დასჯათი? კითხვები გვაქვს წყევლის კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ კრულვის? ხო და თქვენი იდეაა და კრულვაცაც კრიმინალიზაცია. თავარი წყევლა კი არა, კრულვარისაც ასე კრულვარი თავარი. ქართული ოცნების საპარლამენტო ჯგუფის მეთაურმა პირველ ჯერზე კითხვას არ უპასუხა. სხვებმა კი განაცხადეს, რომ ინფორმაციას არ ფლობენ. როგორც ჩანს, ქართულ ოცნებაში კრიტიკული პოსტების და საზოგადოებრივი წნეხის ატანა ისე უჭირთ, რომ ხალხის დაშინებით გადაწყვიტეს ისეთი მასშტაბის ცენზურა დააწესონ, როგორიც ამ ქვეყანას არ ახსოვს. მაგალითად, რომ დაწყევლონ ამოწყდეს ქართული ოცნება. ყველა ერთად ხართ დაწყევლილები თუ ვინმე სხვას. არ გეწერებით. ანუ ყველას გეხებათ, აი ამოწყდეს ქართული ოცნება რომ დაწერონ. ყველას გეხებათ ქართული ოცნებას? არ გესმით? აი წყევლით უფრო შეწუხდით თუ გინებით უფრო შეწუხდით თუ როგორ არის ეს ამბავი? თქვენ მე რომ წყევლიან კრიმინალიზაციას არ ვითხოვ ქალბატონ მარიამ. აი მაგალითად წინინო წილოსამა დამწყევლა წინა ჯერზე და არ მომითხოვია მისი დასჯა და ახლა თქვენ მითხარით, აი თქვენ როგორ ფიქრობთ? აი რომ თქვან რომ ამოწყდეს ქართული ოცნება. ყველა დაზარალებული ხარ თუ პარტია თუ როგორ იჩივლებთ? ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღსრულდეს სამართალი. რაც შეეხება წყევლას არის არაქრისტიანული, ჩვენ ყველა ქრისტიანები ვართ და თავ უნდა შევიკავოთ. ფსიქოლოგიურ ტერორად აღიქვამთ ქალბატონო რიმამ და წყევლას. ერთი მიუღებელია ჩემთვის წყევლა. გინებაჯობია წყევლას. არა პირდაპირ ხო მიმართულია. ანუ მიმართულია ხო ქართულ ოცნების ამომრჩევლებზეც მიმართულია პირდაპირ. ანუ უფრო სასჯელი მეტი იქნება? კრულვაზე იქნება. ამ დროს შაბათის ეთერის კამერისკენ მამუკა მდინარაძე მოდის. ის კადრში იჭრება
და მოქალაქე რეპორტიორის ფუნქციას ითავსებს. არ ესე გადაგიწევთ. აბა რაზე იღებთ ინტერვიუს გისმენთ? ბატონი გოლსკის ინიციატივაზე, რომელიც ახლა დამიდასტურა. არა, ეხლა მე ჩაგწერ. დინარაძე ჩვეულ როლშია. კითხვა, რომელიც არ მოსწონს, მისთვის ყოველთვის ტყუილია. არადა, მისი თანაგუნდელი, გიორგი ვოლსკი არ მალავს, რომ არა მხოლოდ წყევლა, არამედ კეთილი სიტყვებიც კი შესაძლოა დასჯადი გახდეს. თუ პირი ჩათვლის, რომ შენს მიერ მისთვის მიწოდებული ყვავილები შეურაცხყოფის ჟესტია. როცა ამას ამბობ კონკრეტული მიზნით, რომ ვიღაცას ფსიქოლოგიური ატმოსფერო შეუქმნა ისეთი, როცა მისდევ ადამიანს, შეიძლება სუკეთილი სიტყვებით მისდევდე, ყვავილების შუქებით მისდევდე, მაგრამ იყოს ეს ადევნება ნერვების მომშლელი, სპეციალურად გაზომილი, დაგეგმილი, ბოროტი, აი რასაკვირველია, ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი. ივანიშვილის პარტია ისე შეწუხდა გაბრაზებული ხალხის პროტესტით, რომ მათ აზრის გამოთქმის გამო 60 დღემდე პატიმრობით ემუქრება. ყველა საქმეში, რომელიც ბოლო დღეებია სასამართლოში შევიდა, წერია, რომ დაირღვა სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის 16 პრიმა ნაწილი. თებერვალში მიღებული ამ ჩანაწერის თანახმად კი სამართალდარღვევად ითვლება პოლიტიკური თანამდებობის პირზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება. რას გულისხმობს სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება? დასჯადი არ გახდება წყევლა ბატონია, ამას გეკითხებით. მე ვიცი რომ თქვენ გლიცინებთ ახლა. თან ტუჩები კანკალებთ, გლიცინებთ. პასუხი ვერ გაიგონეთ, რა გითხარ? წყევლა იქნება, გინება იქნება, კეთილი სიტყვა იქნება, როცა ტერორისტს აწარმოებთ, ფსიქოლოგიური წყევლა დაისჯება თუ არ დაისჯება? მარტივი კითხვა კი არა? მარტივი კითხვა კი არ არის. თქვენ გიდათ რომ გადაატაროთ რაღაცა სიტყვა. გლიცინზე გიდათ გადაატაროთ ეგ. გლიცინზე, მარტივი კითხვა. არა ადეკვატური ხართ თქვენ. თქვენ ხომ ადეკვატური ხართ, ბატონია? წევლას დასჯით თუ არ დასჯით, ბატონია? კი თუ არა? პროტესტით შეწუხებულ ოლიგარქის გუნდს ჰქონდა იმედი, რომ სადამსჯელო სანქციით ხალხი შეშინდებოდა და ხმას არ ამოიღებდა. გაჩუმდებოდა 21 წლის ბიჭის ციხეში გაშვებაზე. არ შეიმჩნევდა უსამართლობით ატირებულ მათე დევიძის ოჯახს. არ შეიმჩნევდნენ ძალადობას, რომელსაც სასამართლოში ყოველდღე ვხედავთ. არ შეაწუხებდათ მიტაცებული სახელმწიფო, სადაც მთავარი ოლიგარქია და არა ხალხი, რომელთა თავისუფლებასაც უბრალოდ უდავენ.